როგორც შეგპირდით, დღევანდელი ლაივი ძალიან საინტერესო იქნება. მინდა რომ აუცილებლად განუგეშოთ 1000 მითქმა მოთქმა ინტერნეტ სივრცეში 1000 ისეთი ინფორმაციები ჟღერდება, რომ ცოტათი მეცინება სიმართლე რო გითხრათ. მეცინება ხა სასაცილო როცა არის, უნდა გაგეცინოს ალბათ, ხო? არანაირად არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ საქართველო იქნება ჩათრეული რაიმე გაუგებრობაში, რაიმე გაურკვევლობაში, რაიმე ომის რეჟიმში აქამდეც იქნებოდა. ძალიან მინდა განუგეშოთ, ძალიან მინდა განსაკუთრებით მინდა გამოვყო აუცილებლად საქართველო და საქართველოს მოსახლეობა ძალიან დიდი გონიერებით, ძალიან დიდი სულიერებით, ძალიან დიდი პატიოსნებით, ერთმანეთში გვერდში დგომით. ეს ქართველებს გვაქვს და ამას ვერავინ ვერ წაგვართმევს. და ერთსულოვნებით. აუცილებლად მინდა ჩემი ლაივი დავიწყო უდიდესი ჩემი თბილი დამოკიდებულებით ჩვენი ხელისუფლებისადმი. ჩვენ დღეს ჯერ კიდევ ვერ ხვდებით, იმიტომ რომ როცა პროცესია და ხდება, ვერ ხვდები. ეს მერე ადამიანი რო კვდება, მერე აღიარებენ, ხო იცით როგორც ხდება ხოლმე არა? სამწუხაროდ. ამით რისი თქვა მინდა იცით? იმდენად ჩვენ პროცესებში ვართ ეხა ჩაფლული, რომ ჩვენ ვერ ვხვდებით თუ რაოდენ დიდი კურთხევა და მოგვავლინა უფალმა, რომ დღეს ჩვენი ხელისუფლება არის ძალიან გონიერი, ძალიან ჭკვიანი, ძალიან განსაკუთრებული. ჩემი ძალიან დიდი პატივისცემა, ჩემი ძალიან დიდი უდიდესი მადლობა დღევანდელ ხელისუფლებას და მე იმედს ვიტოვებ იმისას, რომ ჩვენს ემიგრანტებს განსაკუთრებული ჯგუფები შეიქმნება აუცილებლად ისე ვისი არ იქნება როგორც იყო. ახალი ადამიანები გვჭირდება, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ლალი მოროშკინა დაინიშნოს სასწრაფოდ. გვჭირდება ახალი კადრები ჭირდება საქართველოს, რომ ახალ საქმეებს ჩაუდგეს სათავეში. აუცილებლად გვჭირდება ისეთი ადამიანები, რომლებიც ემიგრანტებთან და ემიგრანტების დაბრუნებაში უკვე ძალიან სავალალო მდგომარეობაში ჩვენი ემიგრანტები. ეხლა ძალიან გთხოვთ, ყველაზე ძალიან რაც არ მიყვარს, ეს არის თავის ქება. საშინლად არ მიყვარს თავის ქება. არ მიყვარს, რა ვქნა. მაგრამ გამაუმეორებინებთ იმას, რომ ხომ გითხარით, სულ ყველაფერი ახდა, სიტყვით ახდა, ისედაც ხომ იცით. აი ერთი სიტყვა არ ყოფილა, რომ არ ამხდარიყო. ყველაფერი ხდება, რასაც წინასწარ მეტყველებ. თან ზედმიწევნით. თქვენ არ იცით რა სიურპრიზი მაქვს მე თქვენთვის ძალიან მალე. და აუცილებლად უნდა დაინიშნოს ახალი კადრები და ემიგრანტებთან დაკავშირებით აუცილებლად უნდა შედგეს ესეთი ჯგუფი, რომელიც დააკომპლექტებს, დაალაგებს, დაარეგულირებს, გადაარჩენს, რა ვიცი, რაც გინდა დავარქვათ. მე დავრეკე 2 დღის წინ ჩვენს ერთ-ერთ დეპუტატთან, აკაკი ალადაშვილთან, მეგობრებო, დავრეკე და შეხვედრაზე შეუთანხმდი. აკაკი ალადაშვილი მოგეხსენებათ, რომ იღებს ესე უბრალო ადამიანებს, როგორებიცა ვართ ჩვენ, ჩვეულებრივ უბრალო მოკვდავებს, უბრალო მაცხოვრებლებს, გვიღებს, გვესაუბრება, გულთან მიაქვს ჩვენი ყველაფერი თხოვნა, რაცა გვაქვს, ხო? აი რადგანა რა უნდა მქონდეს, ეხა პირად საკითხზე რო არ მივალთ, ხო თქვენც იცით ეს, არა?
და მე მინდა განვიხილო მასთან ჩვენთვის საჭირბო ბოროტო საკითხები და მე როდესაც მივალ აკაკისთან აუცილებლად მე ამას დავაფიქსირებ, აუცილებლად გავაჟღერებ რისთვის მივედი აკაკისთან, მე დიდი იმედი მაქვს მისი გულისხმიერების, რომ შესაძლებლობების მიხედვით ის როგორც ჩათვლის საჭიროდ და ეჭვი არ მეპარება რომ გულთან მიიტანს, დაეხმარება ჩვენს დაეხმარება არ გულისხმობ მე მატერიალურ თვალსაზრისით, მე გულისხმობ მოგვარების თვალსაზრისით, იქ რამოდენიმე პუნქტი მაქვს, რომელიც მინდა რომ განვიხილო აკაკისთან ერთად და რომლებიც თქვენ გეხებათ, მეგობრებო, საზოგადოებას, ჩემ პირადზე არ მივდივარ, მე საზოგადოების საკითხებზე მივდივარ. და თქვენ ამას გაიგებთ და შემდეგ უკვე პასუხებსაც დაველოდოთ. ეხლა ყველაზე ძალიან რაც გაინტერესებთ. ნუ 2 და 3 წელიწადი ხო, ანუ დავიღალე იმის ლაპარაკი, ენა დამეღალა ლაპარაკი თუ პუტინი რა იყო, ამერიკის პრეზიდენტი ტრამპი თუ რაოდენ ჯერ მისი ეს ვიწინასწარმეტყველე, ასე ვთქვათ, მკვლელობის მცდელობა, მერე რაოდენ მასხარა და როგორ სცენებს დგავს და მთელი მსოფლიო მოკლედ ამ კაცის დაკრულზე ცეკვავს, ნუ რა ვქნა. ერთადერთი იცით ვინ არ ცეკვავს ამ კაცის დაკრულზე? პუტინი და საქართველო. პუტინი და საქართველო როგორი შედარება იყო არა? ნუ ერთი პუტინი კი ამ მთელი მსოფლიო და ახლა ერთი საქართველო თუ შევადარე დიდი ამბავი. ისე რომ აი ეს 2 ქვეყანაა, რომელიც პუტინის დაკრულზე არ დადის. როგორი სიურპრიზი გელოდებათ. და მინდა გითხრათ, რომ მახარებს ის ფაქტი, რომ საქართველო არავის გავლენის ქვეშ არ ყვება. მინდა განუგეშოთ ამითი და მინდა გაგამხნეოთ და ნუყვებით რა ამ ცრუ რაღაცა ინფორმაციებს ინტერნეტში ხან ვინ ავრცელებს, ხან ყველა ღმერთმა კარგად ამყოფოს, მაგრამ 1000 სისულელე ვრცელდება. მომისმინეთ მე, დამიჯერეთ მე. ადამიანს, რომლის სიტყვასაც ფასი აქვს. ეგეთ ადამიანს მოусმინეთ, ეგეც დაუჯერეთ. გულისხმობ, რომ რაც ითქვა, ასრულდა. საქართველოში კარგად განვითარდება მოვლენები, პირიქით, ჩვენთვის საკეთილდღეოდ. დიდებული საუკუნე შენდება საქართველოში, დიდებული საუკუნე ხალხნო, რას გეუბნებით? რა მომარაგება, რა პური მოვიმარაგოთ, რა საჭმელი მოვიმარაგოთ, ხომ არ დასცინით ერთმანეთს. არაფერი არ მოიმარაგოთ, სამარცხვინოთ, ნუ ავიგდებთ თავს. კი არ მოვიმარაგოთ, ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ. აი ეს არის ჩემი დარიგება. ყველამ მართალი ვარ? ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ და აშენდება ქვეყანა. ეხლა რამოდენიმე სერიოზულ პუნქტს შევეხები, ისევ და ისევ წინასწარმეტყველებ, რომ მე სპეციალურ ლოცვებს ვატარებ ემიგრანტებზე და ღმერთო პირიქით ვიწერ პირჯვარს მარჯვენა ხელით, მაგრამ ეკრანი აჩვენებს მარცხენა ხელით, რომ მე შეკითხვები არ დამისვათ. ღმერთო უფალო, შემოქმედო, ჯამთელად გვიმყოფე ჩვენი ემიგრანტები, დაგვიბრუნე სულ ცოცხალი და უვნებელი და მე ყოველდღიურად ვატარებ, უკვე ყოველდღიურად ვატარებ მათზე ლოცვებს. ეს ერთი. მეორე. სასწრაფოდ ჩამოდით მეთქი, მაინც ავთქვი, რამდენი ხანია გეუბნებით. სანამ არ ჩაიკეტა, სანამ არ გადაიკეტა, მაგრამ ნახეთ, მე ვარ ადამიანი, რომელიც არასოდეს არ ვაშინებ. არ გაშინებთ. გაიხსნება. ჩამოხვალთ, ოღონ ჭკუას მოუხმეთ, ეხლა მაინც ჩამოდით დროულად. ეხლა მაინც მოუხმეთ გონებას. მე გავხსნი. თუ არ გაიხსნება, მე გავხსნი, გპირდებით. გოგონებო, 5 წუთი გაქვთ ზუსტად. უკვე მიხვდით, ხო, სადაც ვარ. და უკვე მიხვდით, რა სიურპრიზიც გელოდებათ. 5 წუთი გაქვთ. და შემოდიხართ ეთერში. და მინდა განუგეშოთ იმით, რომ აუცილებლად გაიხსნება გზები, აუცილებლად ფრენები ჩამოხვალთ, აუცილებლად გადარჩებით, მაგრამ მოუხმეთ გონებას, ძალიან გთხოვთ რა. სუნთლად წყალი წაიღებს ყველაფერს გარშემო. აი არ მოგესმათ. ამას სიმართლეს ვამბობ.
ყველაფერი რა დღეშია, როდის 2-3 წლის წინ წინასწარმეტყველებდი, ეხლა რო ხდება. აი ზუსტად 2-3 წლის წინ. ევროპაში რა მოხდებოდა, ამერიკაში რა მოხდებოდა, მაგრამ ისევ და ისევ მე ტრამპს უწინასწარმეტყველებ სიკვდილს აუცილებლად და ის მოკვდება მუსულმანის ხელით. ამას ვხედავ მე მეგობრებო, რა ვქნა, ძალიან ცუდ რაღაცას ვიძახი და ძალიან არ არის კარგი ეს თემა ჩემთვის და სასიამოვნო, მაგრამ ამას ვამბობ იმიტომ, რომ ძალიან ბევრი რამ შეიცვლება შემდეგ. ძალიან ბევრი რამ შეიცვლება. და პუტინმა, ტრამპმა დაუშვა რაღაც შეცდომები ჩემი აზრით, მაგრამ ჯერ კიდევ აქვს შანსი რომ გამოასწოროს. თუ გამოასწორა, ყველაფერი მართლასაკეთილდღეოდ შეიცვლება მსოფლიოსთვის, იმიტომ რომ ეს ადამიანი მსოფლიოში იმხელა თამაშობს, რომ ჯერ როგორ აძლევს საკუთარ თავს ამდენის უფლებას. მთელი მსოფლიო შეიკლა ამ ადამიანმა. ისე რომ მეგობრებო, საქართველოში ძალიან გთხოვთ, ნუ ავტეხავთ პანიკას. იცოდეთ, რომ არაფერი უბედურება საქართველოს არ ელოდება, პირიქით, დიდებული საუკუნის მომსწრენი გავხდებით ჩვენ. მალე, არც ისე შორს. გადაივლის ომები, ჩაივლის ომები, დაწყნარდება მსოფლიო, თუმცა წინ არის კიდე მოსალოდნელი ბევრი რამ, მაგრამ საქართველო გონიერი ხელისუფლების ხელში, რომელიც ისტორიაში ძალიან ჰუმანურ, ძალიან კეთილ, ძალიან ადამიანურ მთავრობად და ხელისუფლებად შევა ისტორიაში ძალიან და მე მახარებს ეს ფაქტი, რომ მე ვარ მომსწრე, აი ეხა დღევანდელობის და მახარებს ის ფაქტი, რომ არიან კიდე გონიერი და ჭკვიანი ბევრი ხელისუფლების გარეთაც არიან ბევრი ჭკვიანი ადამიანები, რომლებიც აუცილებლად უნდა ჩაებან და დაიძრალ ტოლვილების ნაკადი. კი ბატონო, ვიტყვი ამაზე 2 სიტყვით 2 წუთი გვაქვს გოგონებო. მელოდებიან, სხედან და გაპრანჭულები მელოდებიან. ამაზეც გეტყვით, შემოედინება აუცილებლად. გახსოვთ მე 1 წლის წინ, ზუსტად 1 წლის წინ გითხარით. შემომსვლელი შემოვა, გამსვლელი გავა, მართალნი გადარჩებიან. ვინც აქ შემოვა, უკვე ვერაფერს დაგვიშავებს. თუ არა აგვაშენებს, თუ არა აგვაყავებს და წავა. კარგად მოусმინეთ, კარგ მთქმელს, კაი გამგონი უნდა. არაფერი არ დაუპყრიათ, ვერ დაიპყრობენ. შეგედავებით ამაზე აუცილებლად. კი ბატონო, შემოდიან, ბევრნი არიან, მაგრამ შემოვლენ, ააშენებენ და წავლენ. კაი მთქმელს, კაი გამგონი უნდა და 1000-ჯერ ნუ გამამეორებინებთ, ეხა თუთი ყუშივით. ტყუილად არ გელოდებოდი, გრძნობდი, რომ დიდი პოზიტივი. აუცილებლად, როგორც ვიფიქრებთ, ისე მოხდება. და საქართველოში ესე დავიწყე მე საუბარი, ძალიან გონიერი ადამიანები ცხოვრობენ, ძალიან სულიერი, ძალიან პატივმოყვარე, ძალიან ეროვნული, ძალიან პატრიოტი, ძალიან კარგები ვართ ქართველები და ეს გვარჩენს ჩვენ. ეს გვარჩენს, რომ ესეთები ვართ ჩვენ. მივიღოთ, არაუშავს, მივიღოთ სტუმარი, ვაგრძნობინოთ, რომ სტუმარია. ჩვენშია საქმე, აქ მათში კი არა. არც ხელისუფლებაში, მეგობრებო, ჩვენშია საქმე. სტუმრად ვაგრძნობინოთ მათ თავი და გაუშვათ როგორც სტუმარი აქედან. ვიმასპინძლოთ, კი არ ვილოთაოთ, კი ნარკოტიკები კი არ მივიღოთ, კაზინოში კი არ ვითამაშოთ, კი არ ვიუსაქმუროთ, ვიმუშაოთ და ვაგრძნობინოთ თავი, რომ ჩვენ ვართ, შედიხართ უკვე, ჩვენ ვართ მასპინძლები. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მეგობრებო, კარგის მეტი არაფერი არ მინდა რომ გითხრათ რა, გერმანიასაც კარგი, ევროპას კარგი არაფერი ელოდება, მეგობრებო, დღითი დღე. ბატონო. ზუსტად 1 წუთში შედიხართ. მოემზადე, ანუ კი, მოემზადე. და ნუ ამერიკაშიც ცუდად განვითა. ამერიკა დააქცია ტრამპმა. ოღონ ჯერ არ იცის. ან იცის და არ ცალია რომ გაიაზროს. რაღაც ამდაგვარია რა.
როგორც ზელენსკიმ დააქცია უკრაინას საცოდავი უკრაინელებით. კითხვა. მე მიყვარს ისა. ინიქონებია დრაკონები, იმიტომ რომ დაცული ისინი არიან. აჰა. კეთილები არიან, მაგრამ შევადარებობდი, რომ შენთან იყოს კეთილები. გეხუტუნეთ ანგელოზე ბოგწერენ, ბებიკო. მე მინდა რომ ან დრაკონი მინდა რომ დრაკონები იყვნენ საქართველოში? რომ დაგვიცან ფრინავი დრაკონები? კეთილი, ხო? კეთილი ფრინავი დრაკონები. მაგის დამეგობრდება ძალიან ძნელი. აჰა, ძალიან ძნელია. რადგან დრაკონები ჯერ ბოროტები არიან, იმის დამეგობრდება ჩვენ და უშიშარი უნდა იყო. უშიშარი უნდა იყო, აჰა. დამეგობრდება იმას აეშინოდეს. რაც ხმალი დანდაავდა მოიბაჯე და უნდა გადაავდოს საბრძოლო არ შეეშინდეს და არ მოკლეს შენ. კარგი, ბარბარე და ანასტასია, მოდი მაყურებელს უთხრათ ჩვენ ამ მსმენელს, რომ თქვენ ცირაბებოს დაყავხართ, მაგალითი მივცეთ, ხო, ზოგ ადამიანს, ხო, კარგია მაგალითის მიცემა. დაყავხართ ტაძარში ხშირად.
ხომ ასეა. რომელ წმინდანთან ლოცულობთ და რას ლოცულობთ ხოლმე? აბა აინტერესებს ჩვენ მაყურებელს. მე მედობებო გადაიცვალა და ლოცულობ, ანუ მედო კარგად იყო და ჩემი და მედობებოზე ლოცულობ, რომ კარგად იყოს საიქიოში. კი მე ბატონო. ლოცულობ და შენ დაზე ლოცულობ, რომ ჯანმრთელად იყოს. შენ სემ დაზე და სემ მამიკოზე და სემ ყველა ოცა. ბებო, თვალები რატო შეიღები აქ ამ ადგილებში, ჩემო საყვარელო? ქვევით შეუღებია თვალები. დამენახე. მე სკამისფერია. ქვევით შეუღებიათ თვალები. აი, ამის მაგივრად შეუღებიათ აი აქ. კარგი, შენ ვიზე ლოცულობ ხოლმე? წმინდა ნიკოლოსთან გიყვართ, როგორც ვიცი, ხო? ლოცვა. და ვიზე ლოცულობთ ხოლმე? დედა მამაზე და ოჯახზე, ჩემ ოჯახზე. შენ ოჯახზე? კიდე საქართველოზე? მე ყველა ოჯახზე საქართველოს. ბავშვებო, საცხოვრობ თქვენ რა ქვია თქვენ ქალაქს? თბილისი. და ვინ არის თქვენი ქალაქის მერი, ჩვენი ქალაქის? ახაკარას. ხედავთ, ხო გესმით, მეგობრებო? როგორი მერია კახიკალაძე? კარგი. კარგი მე, რატო რა გააკეთა დიდი ღომში პარკები გაგიშენათ? კი, ანუ გაგვისენა და ვითამაშოთ და გავარდოთ. ანუ ესე იგი თქვენ დადიხართ ტაძარში, მივცეთ მაგალითი, ხო? იზდებით ქრისტიანულად ბებიკო და გიყვართ ეროვნული და იცით საქართველოზე ბევრი რამ, ხო? წელს საქართველოში მიდიხართ, ხო დასასვენებლად? კი. და თქვენ ვინ ახართ? სვანი გოგოები? კი. კარგი, და მოდით სვანურის სიმღერით, თუ სხვა სათქმელი არაფერი არა გაქვთ, სვანურის სიმღერით დავასრულოთ ჩვენი ეთერი. მე მაქვს. კარგი, მაშინ იკითხე, აბა. ანუ წინა რაებში მე ჩვენ ვიმღერეთ გონდა ნახატები თქვენ თქვენ ნახეთ. მე ესა იმჟიმანა მიწკუთარა და ახლა დაგიცეთ კითხვები თუ ქართული ციკლები გიყვარს და ჰიპ-ჰოპი. მე მიყვარს თუ მეტყვით მე მიყვარს. შენ გისმევენ შეკითხვას. მე პატივცემულო მაყურებლებო, ბარბარემ გთხოვათ, რომ შეკითხვა დაუსვათ რა უყვარს, ჰიპ-ჰოპი თუ ქართული ცეკვები. მოდი გავარკვიოთ მაყურებელი. შენ 2 დღის წინ იყავი სუხიშვილების კონცერტზე, ხო? და გამოფენა გქონდათ ნახატების, ნამუშევრების, ხო? შეგიძლია ამაზე ესაუბროთ მაყურებელს, ბებიკო? ტელევიზიით გაუშვებენ მალე ამას ამ ყველაფერს, ხო? დიახ. აი იმ კონცერტზე რაცა ძალიან დიხნიანი იყო და ძალიან ქართული ცეკვები იყო. ძალიან ქართული ცეკვები იყო? ქართული ცეკვები იყო სუხიშვილების. სუხიშვილების ძალიან კარგი იყო. მოგეწონა. დიხნიანი იყო ძალიან. დითხნიანი იყო. შენ რომელი მოგეწონა ყველაზე ძალიან? აი დასასრულს. დაისი, ხო? დაისი, ხო. დაისი, ხო? და გიშენო წახვიდეთ სუხიშვილების ცეკვაზე, ითოლე დიდი შვები ყავთ 6-ის, 5-ის, 10-ის. ქართულ ცეკვებზე ურჩევ მაყურებელს ატარონ შვილები და წავიდნენ სანახავად. აი 4 წლისების მეგონი მან შეიძლება რომ ვერ გაჩერდებიან. საერთოდ არცელი. აი ეს ხუთი გახდება მაგრამ ხო. ძალიან საინტერესოა, ბებო, საყვარლებო, გაიხარეთო, პრინცესებო, ფერიებო, უფალმა დაგლოცოთო. თავსებო. ეხლა მე კითხოვნა დაგესვა. დაუსვი, ბავშვები არ არიან, ბებო, მაგრამ დაუსვი, კარგი. მე მაგალითად ბავშვებო. ხო. ანუ მე რო დაგესვათ, ხო. ძალიან მიყვარს ეხლა ფეხბურთობა და თქვენ თუ მე კითხავთ გეკითხებიან, ბებო, რატო გიყვარსო ფეხბურთობანაო, ხო, ფეხბურთობანა. იმიტომ რომ ძალიან მაგარი ფეხბურთელი მაქვს და მაგარი ფეხბურთელები ყავს. შეიძლება გოლის გაუტანო მეს. შენ გაუტანო გოლი ვის? მეს. მესის? ასუხენად. ანუ ჩვენ დავდივართ ფესკუში, მაგრამ მე შევდივარ სკოლაში და ეს შეება. ხო და ჩემ შეყარებულს ქვია კოსტა მას. ძალიან თამაშობ და ჩემს აქებს. კაი ზალმე, კარგი თამაშობს უგოებს, იტანს რაღაცები და ანუ აქებს აი კოსტია. კოსტა აქებს. ესე იგი ფეხბურთს თამაშობ და კოსტა აქებს. მამარდაც გიყვარს, როგორც ვიცი მე. კიდე ვინ გიყვარს? ხვიჩა? ხუისა კარვეცხელია და აი ყურა გმირი მიყვარს
მაგ ფეხბურთულობა. ძალიან კარგი, ჩემო საყვარლებო. ბავშვებო, მოდი და ხო. ხავთ? აბა თუ კითხავთ. რატო მიყვარს? იმიტომ მიყვარს და გაგიზდებით, ისე გეტყვით და გაგიზდებით. იმიტომ მიყვარს და ყველაზე მეტად ფეხბურთი მომეწონა პირველ ასევანსი. ვაიმე, შენ აუცილებლად კვარაცხელი უნდა შეგახვედრო, ბებიკო, რა ვქნა, უნდა შეგახვედრო. კარგით, ბავშვებო, მოდით ვუსურვოთ ჩვენს მსმენელს, პატივცემულ მსმენელს, მადლობა გადაუხადოთ, რომ გვისმენენ, მადლობა გადაუხადოთ, რომ ჩვენთან ერთად არიან და ვუსურვოთ რა? აბა ჯერ ბარბარე მოსურვოს, ბებო. რას უსურვოთ? და სრულიად საქართველოს. მე ვუსურვებ, კან შეკითხვებს გვასწავლებს. და იმ შეკითხვებს ჩვენ პასუხობთ. ანუ კან შეკითხვები აქ და. კარგი, და ბავშვებს რას უსურვებდა საქართველოს? ბავშვებს უსურვებთ კვარაცხელია შევახვედოთ და ანუ ის გავახვედოთ. რაცა კონცერტები კვარაცხელიამ გვათამაშოთ. ბავშვები შევახვედროთ კვარაცხელიას. აქაული ბავშვები. აქაური ბავშვები, რომ სპორტისაკენ მიზანმიმართულად აღიზარდონ ქართველი ბავშვები. კი, ბატონო. აქ უნდა მოვიყენოთ. რა იდეალური აზრი მომაწოდე, ბარბარე, მადლობა. იმის უფლას ჯერ უნდა ვთხოვოთ კვარაცხელია. მის მენეჯერს უნდა ვთხოვოთ. ამდენი საიდან იცი, ბებო? მადლობა, ბე. მეკითხარი? არ მახსოვს. კარგი, მადლობა, ბარბარე, არაჩვეულებრივი იყო შენთან საუბარი. აბა, ანუშკა? ისეთი კარგი დღე გქონდა და კარგი დღე გქონდა. ზოგიერთად თქვენ კარგი დღე გაატარეთ. ანუ ბავშვებს უსურვებ ბედნიერ დღეებს. რადგან არ მიყვარს მე სხუბი. არ გვიყვარს. შენი ბებიკო გეჩხუბება ოდესმე? როდესმე გეჩხუბება? არ მეცხუბება, სემი ბებია და ძალიან მიხარია. ვაიმე. ძალიან გვახარებს. გენაცვალოთ ბებოს. დიდი მადლობა, ანუშკა. მშვიდობის ეს ქალაქი. მადლობა, ბე. ძალიან გვიხარია. ჩვენი ბებია გახდა პირველად და ძალიან უხარია და უყვარს ესეთი ადამიანები. არის ადამიანები. ჩემოლამაზო, მადლობა ბავშვებო ესეთი დახასიათებისთვის. და ვუსურვოთ ჩვენ მსმენელს სრულიად საქართველოს მშვიდობა, ბედნიერება, მსოფლიოს მშვიდობა და ღამე მშვიდობისა ვუსურვოთ, ხო ბებო? დაიმშვიდობეთ, ბებიკო. კარგად. მე ლაივში და სამწეთ. მეგობრებო, გემშვიდობებით და მშვიდობიან ღამეს გისურვებთ. მეგობრებო, კიდევ ერთხელ ლაივს სამწეთ. უფრო მაგრად ვიქნებით გამოპრანტული.